დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 დემონსტრანტის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი დაიკითხა. დაკითხვის პროცესში მოწმე ყურსასმენებით უსმენდა იმ ჩანაწერს, რომელიც მეხსიერების ბარათით მიიტანა და რომლის ჩართვის უფლებაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მისცა. ეს არის ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ვიდეო მტკიცებულება, რომელსაც საქმის დედანში, ანუ იმ ვერსიაში, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, ხმა არ აქვს. გამომძიებლის მიერ ეგრეთ წოდებული ფლეშკით მიტანილს კი აქვს. პროკურორმა ვაჟა თოდუამ დღეს ხტომაზე თქვა ის, რაც ადვოკატებმა ჯერ კიდევ წინას ხტომაზე ივარაუდეს. პროკურატურამ ზვიად ცეცხლაძის ხმიანი ვიდეოს საქმეზე დართვა მოითხოვა. არადა ეს ვიდეო უკვე არის საქმეში, თუმცა მას ხმა არ აქვს. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ამ გზით პროკურატურა ცდილობს გამოასწოროს ხარვეზი, რომელიც უხმო თავარ მტკიცებულებას უკავშირდება. ადვოკატის ელგუ ჯავსაჯანიშვილის კითხვაზე, ქონდა თუ არა ვიდეოს ხმა, როცა გამომძიებელმა ის სოციალურ ქსელ Facebook-ში მოიძია, ხუნაშვილმა დაადასტურა, რომ მან ზვიად ცეცხლაძის დიალოგის შინაარსი სწორედ იქიდან გამომდინარე გაიგო, რომ ვიდეოში საუბრის მოსმენა შესაძლებელი იყო. რაც შეეხება შეკითხვას, მაშინ რატომ დევს ახლა საქმეში ვიდეო ხმის გარეშე, გამომძიებლის თქმით ეს არ იცის და შესაძლოა მიზეზი იყოს ტექნიკური შემთხვევა. ადვოკატებმა ასევე ხტომაზე შენიშნეს, რომ მთავარი გამომძიებლის მიერ ხტომაზე მონათხრობის რამდენიმე დეტალი მის მიერ შედგენილ ოქმში არ იყო დაფიქსირებული. ამაზე მოწმემ პასუხა, რომ ოქმში შინაარსი აღწერა. ადვოკატებმა გამომძიებელს კითხეს, ხომ არ ჩაუტარებიათ ვიდეოს გავლენაზე კვლევა, მაგალითად რამდენმა ადამიანმა მოიწონა ის და რამდენმა დაგმო. ამ კითხვას გამომძიებელმა უპასუხა, რომ არ გამოუკვლევიათ. გამომძიებელს ნანახი აქვს ასევე ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ ვიდეოები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორების გადაღებული. ის ამბობს, რომ არ იცის, ჩანს თუ არ ჩანს ამ ვიდეოებში მოქალაქეებზე ძალადობა. ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, დადგინდა თუ არა არსენ ხუნაშვილის გამოძიების ფარგლებში, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ვინმე დააზიანა. გამომძიებლის თქმით, დაზარალებულები ვერ საუბრობენ ვინ დააზიანა და არა თუ ნიკოლოზ ჯავახიშვილს სხვებსაც ვერ დაადებენ ხელს, სიბნელისა და ცუდი განათების გამო. დაკავებულებიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძილაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევეს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.